ალერგიული ჩივილებით ექიმთა მიმართვიანობა წელს მკვეთრად მომატებულია. სპეციალისტების განმარტებით ტემპერატურის მკვეთრ მაცვლილებამ დაავადების გააქტიურებას შეუწყო ხელი. კახეთიანის ალერგოლოგის მაია ხიმშიაშვილის განმარტებით ალერგიული ფონი ძირითადად მცენარეთა ყვავილობის დროს მწვავდება. სიმპტომები კი განსხვავებულია: ხველა, ცემინება, ცრემლდენა და სხვა. მარტის თვე გამოიხატებოდა უცებ ძლიერი დაწყომით, ანუ ზაფხულის ტემპერატურები დაფიქსირდა მარტის თვეში, უცებ აყვავდა ხემცენარეები და მაღალი ტემპერატურის გამო დრის კონცენტრაცია მოიმატა, რის გამოც ძალიან გახშირდა ალერგიული რეაქციები. პაციენტები ძირითადად ამ პერიოდში ხების ყვავილობის პერიოდია და უჩივიან ძირითადად გამოიხატება ალერგიული რინიტით და ალერგიული კონიუნქტივიტით, სეზონური ალერგია, თუმცა გვაქვს კანის პრობლემებიც, რა თქმა უნდა. ძლიერი ალერგიული კონიუნქტივიტის და ალერგიული რინიტის გამო მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. პაციენტები, რომლებიც მოდიან, ძირითადად ინფორმირებულები არიან თავიანთი დაავადების მხრივ. მაგრამ არიან პაციენტები, რომლებსაც წელს პირველად ჰქონდა ეს პრობლემები და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოელოთ თავიანთი თავისთვის. ვისაც აქვს ქრონიკული სიმპტომები, მათ ურჩევდი, რომ თუ არ იციან ჯერ კიდევ, როგორ უნდა მოიქცნენ, მკურნალობა უნდა დაიწყოს სეზონის დადგომამდე, დაახლოებით 2 კვირით ადრე, რომ იმ პერიოდმა, გამწვავების პერიოდმა ჩაიაროს საკმაოდ მშვიდ სიტუაციაში და არ ქონდეს ძლიერი გამწვავება. აუცილებლად უნდა მომართონ ექიმს, რომ სრულყოფილი მკურნალობა ჩაიტარონ ალერგიის კუთხით.